კარგია უფლის სახში ყოფნა, ამინ. კარგია, როდესაც ღმერთის სახში ვარ ძვირფასებო და არ გვეშინია არაფრის. კარგია, როდესაც მის ფარველობის ქვეშა ვართ. კარგია, როდესაც მისი წყალობის ქვეშა ვართ ძვირფასებო. დიდება იესოს. ჰალელუია. მე განცდა მაქვს ძვირფასებო და ვაცნობიერებ, რომ ცოცხალი ღმერთის წინაშე მოვდივართ ამ ადგილზე. გუში რაღაცნაირად ეს ჩემი გულის რაღაცნაირი აღმოვთქვი, რომ მეუღლეს ვეუბნებოდი მანქანაში მგზავრდით ერთად. რა მჭირს არ ვიცი, მაგრამ 30 წელია დაახლოებით ვქადაგებ ღმერთის სიტყვას. 30 წელია. რა ქადაგება არ გვიქადაგია და რა არ გვითქვამს. მაგრამ დღემდე ვარ პატარა ბავშვით. გული მიფრიალებს ქადაგების წინ, ცუდათა ვარ. გურწფელად გეუბნები. აი ჩემი ძმა დათო დამეთანხმება, როცა მივდივართ სადმე მოგზაურობთ, ან სადმე პატარა ეკლესიებია, ზოგი დიდია, ზოგი პატარა არის, ზოგან 5 კაცია, ზოგან 10 კაცია. იგივე განცდა მემართება ყველა სიტყვის ქადაგებაზე. რა მეშველება არ ვიცი. დამეხმარო სუფალე ძვირფასებო. მე ვიცი ეკლეს ნახევარზე მეც არ გჯერა ძვირფასებო, ვიცი. გონიათ რომ ჩვენ აქ რო გამოდივართ და წყალივით ვყვებით რაღაცეებს და მარტივია, მაგრამ ეს ასე არ არის ძვირფასებო. დიდი პასუხისგებლობაა, დიდი განცდაა და არ ვიცი, აი ეს მემართება და ეხლა ცოტა ამოვისუნთ ეს რო გაგიზიარეთ. ცოტა გულზე მომეშო. დიდება იესოს. არ ვიცი ეს საიდან, მაგრამ ვფიქრობ ალბათ იქიდან, რომ დამოკიდებულება გვაქვს ასეთი ძვირფასებო. ასე გვასწავლეს ჩვენმა უფროსმა ძმებმა. ეს დაგხვდა ეს გარემო ეკლესიაში, როცა ჩვენ ვირწმუნეთ, რომ თუ უფალი არ აკურთხებს ადამიანს, თუ უფლის ბაგი არ იქნება, თუ უფალი არ ილაპარაკებს, არაფერი არ შეიცვლება, შედეგი არ ექნება და იმ დღიდან შეშინებული ვარ 30 წელია უკვე, რომ უფალო, რამე ვილაპარაკო, რამე თქვა და ეს შენგან არ იყოს, ადამიანების ცხოვრება არ შეიცვალოს, ხო ფუჭი იქნება ეს ყველაფერი. ვინმეს გული არ ვატკინო, ვინმე არ დავაზიანო. და ალბათ ეს მოყვება ჩვენ და მე მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ეს არის. ეს მარტო მე არ ვარ ასე, მე ვიცი რამოდენიმე ძმა რომლებიც იგივე სიტყვიან ძვირფასებო, რომ ეს განცდა არის. როდესაც უფალს ემსახურები. არ აქვს მნიშვნელობა გალობ, ქადაგებ, წესრიგის დამცველი ხარ. არ აქვს ამას მნიშვნელობა. ეს განცდა არის და მადლობა ღმერთს ამ წმინდა განცდისთვის. იმიტომ რომ ჩვენ არ ვთამაშობთ ძვირფასებო. ეკლესია და მისი ყოფა და მისი ცხოვრება იმაზე მეტად რეალურია, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. ეს ზეციური ორგანიზმია ძვირფასებო. ეს ცოცხალი ორგანოა. ეს ზეცის ნაწილია მიწაზე. ის დაიბადა ზებუნებრივ გარემოში და მას არაფერი კავშირი არ აქვს ბუნებრივთან. ის ზებუნებრივი არის. ის ზეციდან არის. ეს არ არის ჩვეულებრივი დაარსებული ორგანიზაცია ადამიანების მიერ. ზებუნებრივია ეკლესია. ზებუნებრივი უფალი ყავს მას. ზეცისა არის ეკლესია, ზეცაა ეკლესია. ზეცა მართლობს, ზეცა ზრუნავს, ზეცა იცავს ეკლესიას. და ღმერთს მადლობა ამისთვის ძვირფასებო. თუ გახსოვთ წინა ქადაგება ძვირფასებო მწყენსმა ოჯახზე ილაპარაკა და თქვით რომ ეს ეკლესიაა და ეს არ არის ჩვეულებრივი ოჯახი, ეს ზებუნებრივი ოჯახია. რომ არა უფალი, მე საიდან ვიქნებოდი თქვენი ძმა? რომ არა უფალი, თქვენ საიდან იქნებოდი ჩემი დები და ძმები? გამორიცხულია ძვირფასებო. არანაირად არ მოხდებოდა ეს. შეუძლებელი არის ეს. მაგრამ ღმერთმა თავისი ძის იესოს სისხლით დაგვაკავშირა და დები და ძმები გავხადა უფალში. დღეს ეს ქვეყნიერებას არ ესმის, როგორ ვარ ჩვენ დები და ძმები. მაგრამ ჩვენ იმაზე მეტი დები და ძმები ვართ, ვიდრე ბუნებრივად არიან დედმამიშვილები დები და ძმები. ჩვენ სულში გაგვაერთიანა ღმერთმა. ერთი სული და ერთი გული მოგცა. პავლე ამას რომ ყველას ერთი და იგივე სული გვისვამს, ერთი და იგივე სული გვაქვს დალეული, შესმული, ავსილი ვართ ამ სულით. ჩვენ ერთი სულისანი ვართ. ერთი მამა გვყავს ზეცაში, ერთი უფალი იესო გვყავს, ერთი სული წმინდა გვყავს, რომელიც ჩვენს გულებში ცხოვრობს და აქ არის. და ჩვენ ვართ დები და ძმები. და უფრო მეტიც, რასაც ბიბლია ამბობს, ჩვენ ერთი სხეული ვართ ძვირფასებო. ქრისტეს სხეული ვართ ჩვენ. და ცალ-ცალკე მისი ნაწილები ძვირფასებო. და ესეთი დიდებულია უფალი, რომ ასეთ დიდებულ გარემოში მოგვიწოდა და დღეს ეკლესია ვარ და ღმერთს მადლობა ეკლესიისთვის, რომელიც დედამიწაზე არის და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ამის ნაწილი ვართ თითოეული ჩვენგან. დიდება უფალს, ამინ. ცოტა დავწყნარდი და საქმეს შევუდგეთ. დიდება იესოს. მე მინდა ძვირფასებო დღეს თქვენი ყურადღება გამომახვილო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენ გვაწუხებს ხოლმე, როდესაც ვართ განსაცდელებში. როდესაც ვართ რაღაცა გამოწვევის წინაშე.
და მადლობა მინდა ღმერთს უთხრა იმ სიტყვისთვის, რაც აი წინა სიტყვაობაში წყენს მაგია მილაპარაკა, რომ მართლაც საოცარია, როდესაც ღმერთის მოიმედე ხარ და უფალ სიცნობ და აი ეს გზები რაღაცნაირად სიყვარულის, მასთან მოზიარობის ღმერთმა ისე თუ ასე გვასწავლა და უკვე ფხიზლობ და მივყვებით ამ გზას, ჩვენ გვჭირდება ძვირფასებო ვიცოდეთ აი ამ დროს ღმერთის დრო. მე არ მიყვარს ხოლმე ქადაგებებზე სახელის დარტყმება, როცა ვიქადაგებ ხოლმე, მე შეიძლება ვთხოვ ხოლმე ხარსო თითოეულ მოუფიქრო ხოლმე, რომ დააწერო ხოლმე სათაური, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომ ამ ქადაგებას აქვს სათაური. ეს არის ასეთი სათაური ძვირფასებო, ღმერთის დრო არის ყველაზე კარგი დრო. ჩვენ ცხოვრებაში ღმერთის დრო არის ყველაზე კარგი დრო, ანუ საუკეთესო დრო. ხომ არის რაღაცები, რაც ჩვენ გვინდა რომ გქონდეს ცხოვრებაში. ხომ არის რაღაცები, რაც გვინდა რომ მალე იყოს ცხოვრებაში. ზოგი რამ ისეთია, მალე კი არა, ეხლა გვინდა რომ იყოს. მაგრამ ღმერთს თავისი დრო აქვს, ესა თუ ის რამ, როდის იყოს ჩვენ ცხოვრებაში. და ჩვენ ხანდახან გული გვწდება, რომ რატო იგვიანებ უფალო, ცოტა დააჩქარე. ეს ადგილები ძვირფასებო ბიბლიაშიც კი წერია, რომ ღმერთი დააჩქარებს კურნებას, ღმერთი დააჩქარებს თავის წყალობას, თუ მოვიდრიკებით, თუ მოუბრუნდებით, თუ მისკენ აღვაპრობთ ხელებს, მას დავენდობით, დაჩქარდება ჩვენი კურნება. და იცის ღმერთმა, რომ ჩვენ ყველაფერი გვინდა ჩქარე. რაც შეიძლება ჩქარა, რაც შეიძლება მალე. აი ვილოცე დღეს, რომ უფალო შემეწიე, გასული არ უნდა ვიყო ამ ტერიტორიიდან, უნდა მქონდეს. ეს რწმენა კარგია, დიდება უფალს, მაგრამ მინდა იმედი გაგიცროთ, რომ ყოველთვის ასე არ არის. ზოგი მაშინ არის ხოლმე, როცა ამას ღმერთი ინებებს. ღმერთის დროით დიდება უფალს. რამდენი ადამიანი ლოცულობთ ჩვენი შვილებისთვის, ახლობლებისთვის, შეიწყალე უფალო, გადაარჩინე უფალო, მე ვიცი ადამიანები 30 წელია ვლოცულობ უკვე. რომ ღმერთმა შეიწყალოს, მაგრამ ჯერ არ არიან შეწყალებულები. რაღაცა პატარ-პატარა მერცხლებს ვამჩნევ, რომ თითქოს დაინტერესებულები არიან უფლით, თითქოს აინტერესებთ რაღაცა, მაგრამ მაინც არ არიან შეწყალებულები. უამრავი სია მაქვს საკითხები ჩამოწერილი, რაზეც ლოცულობ უფალო, მოვიდეს ეს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ზოგიერთი მათგანიდან უკვე 15 წელია გასული და ჯერ პასუხი არ არის და ზოგიდან კიდე 25 წელია გასული. სანამ ეს ძირითად სიტყვებს გეტყვით, ძვირფასებო, ერთი რამ მინდა ესეთი ჩანართივით გავაკეთო. გახსოვთ აბრაამს რო უთხრა ღმერთმა გეყოლებაო ძე. რამდენი წელი გავიდა მას მერე? დაახლოებით 25. თუ არ ვცდები, ხო ასეა? 25 წელი გავიდა. წესით და კანონით აბრაამის ადგილზე ნებისმიერი ჩვენგანი რომ ყოფილიყო, ეს რწმენა რომ ღმერთმა უთხრა რომ ძე გეყოლება, უნდა ნელა-ნელა შესუსტებულიყო. და ბოლოს საერთოდ უნდა გამქრალიყო და ეთქვა რომ კარგი რა უფალო რა, რამენაირად მე ვიხედავ ჩემთავს, მაგრამ ხო ხედავ არ მაძლევ ძეს. მაგრამ ნახეთ როგორ წერია ძვირფასებო, არ შესუსტებულა მის რწმენა, არამედ გაძლიერდა. რწმენა რომელიც ღმერთისგან მოდის და შთაგონება რომელიც ღმერთისგან მოდის, სიტყვა რომელიც ღვთისგან გვეძლევა რომ ესა თუ ის რამე იქნება ჩვენ ცხოვრებაში, მას დრო გამოცდის და ეს დრო მას კი არ დაანგრევს, პირიქით ააშენებს და გააძლიერებს. დიდება იესოს. ამიტომ თუ რაიმე საფრთხე გააქვს რომ ერთი მოგცემს, გააგრძელე ლოცვა და ბრძოლა, რადგან უფალი ერთგულია თავისი აღთქმების და მას აქვს თავის დრო და თავის ჟამი, როდის მოხდეს ეს შენს ცხოვრებაში. ჰალელუია. აი თელი ქადაგება ეს არის ძვირფასებო, ამას ბევრიც რო დავამატო, მეტიც აღარაფერი ჭირდება, თუ ვირწმუნებთ და დავიჯერებთ რომ ღმერთის დრო არის კარგი დრო თითოეული ჩვენგანისთვის, მაშინ ძვირფასებო, ჩვენ კურთხევებში აღმოჩნდებით, როცა ეს დრო დადგება. მე ვიცი ძვირფასებო, რომ ზოგიერთ შეიძლება გული გწდებოდა და ვამოდეთ რომ უფალო ეხლა შენ კი ამბობ შენს დროს, მაგრამ მე ხომ მაქვს ჩემი დრო. შენ რომ გინდა რომ მე შენი დროით ვიცხოვრო, იქნებ მეც მინდა რომ ჩემი დროით ვიცხოვრო და შენ ჩემს დროში შემეწიო. იცით ხანდახან ცოტა სასაცილოთაც კი ჟღერს ხოლმე რომ ზოგჯერ ძნელია გავარკვიოთ ღმერთი რომელია ის თუ ჩვენ. ზოგჯერ ჩვენ ისეთი ლოცვები გვაქვს, ესე მგონია რომ აი თითქოს ღმერთი დგას, აი ესე მზადყოფნაში სმირნაზე რო იტყვიან და შვილო ოღონდ რამე აღმოთქვი. როგორ ველოდები რომ რამე დაწდეს შენს ბაქებს და მზად არ გავაკეთო, მზად არ გემსახურო. და ვფიქრობ ხოლმე რომელი არის განკარგულების გამცემი ვერ გამირკვევია. ზოგი ისეთ სუქადაგებს ღმერთს ლოცვაში, რომ არ ვიცი ძვირფასებო, ალბათ ეგეთი ქადაგება ჯერ არ აქვს არავის მოსმენელი. მაგრამ უფალი არის ღმერთი. ჩვენი ლოცვები იმას კი არ ნიშნავს, რასაც ჩვენ გვინდა იმას გავაკეთებინებთ. ჩვენი ლოცვები იმას ნიშნავს, რაც მას უნდა რომ ის მოხდეს. და ჩვენი ლოცვებით ვეუბნებით თანახმოვართ უფალო.
იყოს ნება შენი, იყოს ნება შენი, როგორც შენ გნებავს ისე იყოს. და თუ ასე ვლოცრობ, მაშინ ღმერთს აქვს თავის დრო და თავისი ჟამი. ეკლესიასთან ძვირფასებო სოლომონმა მეფემ მთელი წიგნი მიუძღვნა ღმერთის დროს და ღმერთის ჟამს. და თუ გახსოვთ, ძალიან კარგად აქვს ეს ჩამოყალიბებული, რომ ყველაფერსო თავისი ჟამი და თავისი დრო აქვს მზის ქვეშ. არის ჟამი დაბადებისა, არის ჟამი გარდაცვალებისა, არის ჟამი წინსვლისა, არის ჟამი უკანსვლისა, არის ჟამი შენებისა, არის ჟამი ნგრევისა, არის ჟამი მხიარულებისა, არის ჟამი წუხილისა. და ეს ჟამი, როცა ამბობთ რომ არისო, მართლა არის. არ ჯერათ რო არის? არის, ასე არის ძვირფასებო. ჩვენ ხან გვიხარია, ხან წუხ ვართ, ხან ბედნიერები ვართ, ხან ბოდიში და უბედურად ვთვლით ხოლმე თავს. ყველაფერს თავისი ჟამი და თავის დრო აქვს. და ღმერთმაც მოგვიწოდა თავის სამეფოში, სადაც ღმერთს თავისი ჟამი და თავისი დრო აქვს ჩვენთვის. არის რაღაცები, რაც ადრე რომ მქონოდა, დავიღუპებოდი. მაგრამ დღეს კარგია რომ აქვს, დიდება უფალს. არის რაღაცები, რაც ეხლა არ უნდა მქონდეს. იმიტომ რომ არ იქნება ეს ჩვენთვის სასარგებლო. მაშინ იქნება და იმ დროს იქნება, როცა ეს ჩვენთვის სასარგებლო იქნება. და ღმერთის დრო არის კარგი დრო. მე მახსოვს ბავშვობაში, როცა შევდიოდი ხოლმე მეგობრებთან სოფელში ძირითადად უყვარდათ ხოლმე, აი შეიძლება თქვენს ქონიათ ვინმეს, კედელზე რომ გამოკიდებდნენ ხოლმე ხალიჩას და ხალიჩაზე პაპისეული ხანჯალი უნდა ყოფილიყო. იქ მონადირის ოჯახი თუ იყო, ირიმის რქები უნდა ყოფილიყო ჩამოკიდებული და სულ მაინტერესებოდა რომ მიმწვდარიყავი და ამეღო ეს. ხან არ გამიდოდა, ხან ხმალი მიდოდა, ხან ხანჯალი მიდოდა და მეუნეოდნენ ჯერ შენთვის არ შეიძლება პატარა ხარ. ეხლა არ არის პრობლემა რომ მივიდე და ავიღო ვიცი ეხლა იმ ხანჯალს რა უნდა გავუკეთო, მაგრამ მაშინ დარწმუნებულიყავით რომ ვიღაცას მოვარტყამდი იმ ხმარს ან ოჯახის უფროს დავაზიანებდი. ყველაფერს აქვს თავის დრო და თავისი ჟამი. რამდენი ლოცვა გვაქვს ისეთი, რომელსაც ჯერ პასუხი არ აქვს. და არა იმიტომ რომ ეს ღმერთის ნება არ არის, არა ეს ღმერთის ნება არის, ეს ბიბლიაში წერია. არის სიტყვები პირდაპირაც რომ წერია ბიბლიაში, მუხლებია ამაზე. და ეს ღმერთის ნება რო ჩვენ ამაზე ვილოცოთ, მაგრამ რატომ ვიღაცის ცხოვრებაში ადრე მოდის, ვიღაცის ცხოვრებაში იგვიანებს. კარგი ძვირფასებო, მოდი მე ახლა წავიკითხო ეკლესიასთან წერილიდან მე-9 თავის მე-11 მუხლი და ნახეთ რამხელა გამოკვლევას ამბობს ეკლესიასთან ძვირფასებო. ისიც რომ ეს კაცი ასე წერს რომ გამოვიკვლიე მზის ქვეშ ბევრი ამბავი და თავისი პასუხები აქვს იმ გამოკვლევაზე, მაგრამ ნახეთ დროზე და ჟამზე რა სიძახის ის ძვირფასებო. მე-11 მუხლი, მე-9 თავის. ესეც ვიხილე მზის ქვეშ, რომ არც მკვირცხლს აქვთ წარმატება სირბილში და არც ძლიერთ ომში. არც ბრძენთ აქვთ პური და არც გონიერთ სიმდიდრე და არც მცოდნეთ მოწონება, ვინაიდან ყოველივე ჟამსა და შემთხვევაზეა დამოკიდებული. ვიდება იესოს. სურპასებო, კარგად გამიგეთ, თავიდანვე მინდა აღნიშნო, ეს არ არის შემთხვევითობაზე ლაპარაკი, რომ შემთხვევით რომ შეგემთხვევა რაღაც. აქ არის ლაპარაკი ჟამსა და შემთხვევაზე, რომელსაც უფალი ქმნის ადამიანების ცხოვრებაში. როდესაც ადამიანმა იცის სწორი ჟამი და სწორი დრო. და ნახეთ აქვე ცოტა წინა მუხლებში მერვე თავის მე-5 მუხლში ეკლესიასთან ამბობს, რომ მისი ბრძანების დამცველს ბოროტება არ შეემთხვევა. ჟამიც იცის და სწორი ქცევაც ბრძენკაცის გულმა. ნახეთ ძვირფასებო, თურმე თუ ადამიანი ბრძენკაცია და თუ ადამიანი გონიერია და უფალს იცნობს, თურმე ასეთ ადამიანს ბოროტება არ შეემთხვევა და რომ შეემთხვეს, რამე ჟამიც რომ დადგეს, იცის როგორ მოიქცეს. იმიტომ რომ ცნობს ჟამს, დიდება უფალს. იცის რისი ჟამია ეხლა. იცით რა კარგია ძვირფასებო, როცა ადამიანმა იცის რა დროა ეხლა, რა ჟამია ეხლა. ეხლა როგორი დრო არის, როგორი პერიოდია, მონანიების ჟამია, სიწმინდის ჟამია, მობრუნების ჟამია, შეწყალების ჟამია, პაპიების შერიგების ჟამია, შრომის თუ რა ვიცი, 1000 რამე შეიძლება ჩამოთვალოთ, როცა იცი რისი დრო და რისი ჟამია. და ამ ჟამში ისე მოქმედებ როგორც ღმერთს ნებას, კურთხეული იქნები იესო ქრისტეს სახელით. დიდება იესოს. იცით უფალი არის ჩვენი მაგალითი ძვირფასებო. მე მიყვარს ხოლმე რაღაცნაირად ესე ცოტა იუმორით თქმა, რომ ღმერთს აქვს თავის საათი. ღმერთს საათი არ აქვს, ის მარადისობაშია და მარადიულია ძვირფასებო, მაგრამ რაღაცნაირი ისეთი დაახლოებითი საათი აქვს, რომელიც ჩვენ აგვაქვს. ჩვენს დროს უყურებს ის. და როცა ის ლაპარაკობს დროებზე და ჟამებზე, თავისი დროით და თავისი ჟამით განკარგავს. რამდენს გინდათ ეხლა უცბად რომ იესო გამოჩნდეს ღრუბლებზე.
აი რამდენიც გვინდა ძვირფასება. მაგრამ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ამას არავინ არ გვეკითხება. თავისი ჟამი და თავისი დრო აქვს. და უფალმა თქვა რომ ეს არავინ არ იცის გარდა მამა ღმერთისა. რომელ საათზე და რომელ ჟამს მოვა უფალი იესო ღრუბლებზე როდის გამოჩნდება. და ჩვენ რაც არ უნდა მოვიდომოთ ეს ჩვენს დომაზე არ არის. ეს არ არის ის აღთქმა როგორც მე რომ მოვიქცევ ისე იქნება. ეს არის უპირობო აღთქმა. როცა ღმერთს უნდა მაშინ მოვა. მაგრამ არის აღთქმები რომელიც ჩვენზეა დამოკიდებული. თუ მოვისმენთ მის ხმას, თუ ულით მისი გზებით კურთხეულები ვიქნებით, ეს უკვე აღთქმა რომელიც ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ღმერთს აქვს თავის დრო და თავისი ჟამი. და იესო როცა მიწაზე იყო. ასე რო თქვათ ის მსახურობდა და მუშაობდა ღმერთის ყანაში, ღმერთის დროით. და ძალიან ჩემთვის საყვარელი მაგალითი მინდა ახლა მოვიყვანო იოანეს სახარებიდან. ეს იქნება ჩემი ძირითადი ადგილი, სადაც ვიტრიალებ ძვირფასებო. მე ვიცი რომ ბევრს გიყვართ ეს ადგილი. ეს არის ლაზარეს გაცოცხლება. გახსოვთ ლაზარეს გაცოცხლება? დიდება უფალს. ეს ძალიან დიდი ადგილია ძვირფასებო, ამიტომ ყველაფერს ვერ მოვიკითხავ, მაგრამ ძირითადი აზრები მინდა გითხრათ ძვირფასებო. ლაზარე ძალიან უყვარდა იესოს. არის აქ ვინმე დარბაზში, ვინც იესოს ძალიან უყვარს? ესეთი ვინმე არის აქ? ვინც იესოს ძალიან უყვარს? მე ვარ და თქვენი არ ვიცი. თითოეული ჩვენგან იესოს ძალიან უყვარვარ ძვირფასებო. ეს მუხლი ხშირად მახსენდება ხომ როცა ვინმეზე ვლოცლობთ, როცა ავათ არის. და ვემუნები ხომ როცა უფალო შენის გიყვარს და შეეხე უფალო. ნახეთ როცა ლაზარი ავად გახდა, მართამ და მარიამმა კაცი გაუგზავნეს და გონიერი სიტყვები დააბარეს. რომ ვინ შენ გიყვარს უფალო ავადა. ეს არ არის უბრალო ადამიანი, უბრალოდ შენ ვინც გიყვარს ის არის ავად. რამდენი ჩვენგანი ვლოცლობთ ზოგჯერ ავადმყოფობისთვის და ვერ ვაცნობიერებთ რომ ღმერთი კურნავს ჩვენ მინიმუმ იმიტომ ყველაზე მცირე რომ მას ძალიან უყვარვართ. და ზოგჯერ ჩვენი რწმენა ისეთი სუსტია, მაგრამ მაინც პასუხობს. ზოგჯერ ეჭვგვეპარება მაინც გპასუხობს. ხომ არის ზოგჯერ შენ შვილს არ ჯერა შენი რომ სიკეთე გინდა მისთვის, მაგრამ შენ სულ არ გაინტერესებს მშობელს, იმას ჯერავს თუ არ ჯერავს, შენ სიკეთეს მაინც უკეთებ. დიდება იესოს. ასე რომ იესო ძვირფასებო აი ამ დროს მუშაობდა ღმერთის დროით. იქცეოდა ღმერთის დროით. უთხრეს ძვირფასის სიტყვები, რომ ვინც გიყვარს ავად არის. თუ გახსოვთ რა გააკეთა იესო? ან წარმოედგინეთ ნებისმიერი ჩვენგანი რას ვიზავდით, რომ გქონდეს ესეთი მკურნალი ძალა, ესეთი ცხებულება, რომ ეს ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი ავად არის და ვინმე ეთქვა, ან დღეს როგორ არის, ხო, ან მესიჯს მოგხსენენ, ან დაგვირეკავენ. წამის მიასედებში გავჩნდებოდით იქ. თავქუდ მოგლეჯილები გავქანდებოდი და ვეთყოდით, ლაზარე, განიკურდი 10 კილოგინიდან. 10 კილოსაწოლიდან. მაგრამ იესოზე წერია, რომ ორი დღე ისევე მადგილზე იდგა და რას ელოდებოდა არ იცით? ლაზარეს სიკვდილს. დიდება უფალს. აი მოსიყვარული, აი როგორ ყვარებია ლაზარე. ძალიან მაგრად ყვარებია. ორი დღე იდგა კაცი ერთ ადგილზე და ელოდებოდა ლაზარეს სიკვდილს. და ბოლოს მოწაფეებს უთხრა რომ წავიდეთ ჩვენმა ძმა ლაზარემ დაიძინა და უნდა გავაღვიძო. და მოწაფეებს გაუხარდათ რახან დაიძინა გამოჯამრთელდება უფალო, როგორი სულიერები იყვნენ, ხო ხედავთ? ვის ხელში იყო სამყაროს ბედი, ხო წარმოგიდგენიათ? ისინი უფლის გარეშე ვინ იყვნენ, ხო წარმოგიდგენიათ? და ბოლოს იესომ უთხრა ჩვენი ძმა ლაზარე მოკვდა. და მე მივდივარ რომ ის გავაცოცხლო. ის დაელოდა ლაზარეს გარდაცვალებას ძვირფასებო. რატომ იცი? ღმერთის დრო იცოდა. ღმერთის დრო არის ყველაზე კარგი დრო. ღმერთის დრო არის საუკეთესო დრო. შენი შვილის შეწყალების დრო ყველაზე კარგი დრო არის. შენი მეუღლის გადარჩენის დრო ყველაზე კარგი დრო არის, როცა ღმერთის დროით იქნება ეს. შენი ცხოვრების შეცვლა ღმერთის დროით ყველაზე კარგი დრო არის. ის ზუსტ და საუკეთესო დროს მოგისწრებს. დიდება იესოს. ნახეთ ჩადის იესო ძვირფასებო და პირველი რაც ხდება, მართა ხვდება მას. და ნახეთ რა სიტყვებს ეუბნება ძვირფასებო. უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა. ანუ რას ეუბნება იცით? სადახა რაქამდე შედალოცვილო. ხო გამოგიგზავნეთ კაცი. რო არ დაგეგვიანებინა. თავის დროზე რო ჩამოსულიყავი, როცა კაცი გამოგიგზავნეთ. ცოცხალი იყო ჩემი ძმა და ეშველებოდა. მაგრამ ეხლა რაღა აზრი აქვს შენს მოსვლას. სინამდვილეში ეს უთხრა ძვირფასებო.
თუ არ გჯერათ რომ ეს უთხრა კიდევ გადაიკითხეთ ეს ადგილები და შინაარსი ეს არის რომ აქ რო ყოფილიყავი არ მოკვდებოდა ჩემი ძმა მინიმუმ საყვედურს ნიშნავს ეს უსაყვედურა როგორ შეხვდა იესოს ჩვეულებრივად შეხვდა და უსაყვედურა იმიტომ რომ ისინი ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ და უყვარდა მთელი ოჯახი იესოს ძვირფასებო მათ შორის ლაზარეს მოდი შემდეგ მარიამი და იგივე სიტყვებს უმეორებს უფალო აქ რომ ყოფილიყავი რომ არ დაგეგვიანა ცოცხალი იქნებოდა ჩემი ძმა და იესო ისე შეიძრა ძვირფასებო გული და სულით რომ წერია რომ ის აცრემლდა როცა დაინახა ადამიანების უსუსურება უნდობლობა დაინახა ეჭვი ეუბნება რომ მე ვარ აღდგომოდა სიცოცხლე იცოცხლებს შენი ძმა აღდგება შენი ძმა და ის უკადაგებს კიდე მარიამი მართა და ეუბნება იესოს ქადაგებებიდან კი ვიცი რომ აღდგება უკანასკნელ დღეს და იესო ეუბნება უკანასკნელ დღეს არა მე ვარ აღდგომოდა სიცოცხლე აქ ვარ უკვე აქ ვდგევარ შენს წინ ვდგევარ სიცოცხლე და იგივეს უმეორეს ძვირფასებო რომ თუ ირწმუნებ იესო ეუბნება ღმერთის დიდებას იხილავ აღარ მითხრა ძალიან გავაგრძელო და ნახეთ როცა საფლავთან მივიდნენ და იესომ ბრძანა რომ ლოდი გადაეგორებინათ კიდევ ჩაუვარდა მუხლებში მარიამი და ეუბნება უფალო 4 დღეა უკვე ყარს და კიდევ უმეორებს იესო აკი გითხარი თუ ირწმუნებ ღმერთის დიდებას იხილავ დიდება იესოს ღმერთის დრო არის კარგი დრო და ნახეთ ძვირფასებო იესომ როგორი ლოცვით ილოცა მამაო ვიცი რომ ყოველთვის მისმენ არცა საჭირო ამის თქმა, მაგრამ ამას მამობ ხალხის გასაგონად რომ გაიგონ, რომ შენ ყოველთვის მისმენ. და ხმამაღლა შეძახა ლაზარე გამოდი. და მიცვალებული გამოვიდა ხელფეხ შეკრული და თქვა იესომ, გახსენით იაროს. დიდება იესოს. და ნახეთ როგორ წერია მარიამთან და მართასთან მოსული იუდეველები, რომლებიც სანგლოვიაროდ გასაზიარებლად იყვნენ მოსულები და დაინახეს რაც გააკეთა იესომ, ირწმუნეს მისი სახელი. ეს იყო საუკეთესო ვარიანტი, ვიდრე ლაზარეს განკურნება ძვირფასებო. ისეთი ძლიერი იყო ეს აღდგენა ძვირფასებო, რომ წერია რომ ხალხი მოდიოდა არა მარტო იესოს სანახავად, ლაზარეს სანახავადაც მოდიოდნენ და რწმუნდებოდნენ იესოში. დიდება იესოს. არც ერთ მიცვალებულზე რომელიც გააცოცხლა იესომ, არც ერთ განკურნებულზე რომელიც განკურნა იესომ, არ წერია რომ ადამიანები რომ ხედავდნენ რწმუნდებოდნენ იესოში. მხოლოდ ლაზარეს გაცოცხლებაზე წერია, რომ ხალხი მოდიოდა არა მხოლოდ იესოს სანახავად, არამედ ლაზარეს სანახავადაც და როცა ხედავდნენ ლაზარეს, რწმუნდებოდნენ იესოში. დიდება უფალს, ამინ. ნახეთ როგორია ღმერთის დრო, რომელიც არის მართლაც კარგი და საუკეთესო დრო. დიდება უფალს. თუ ნებას მომცემთ, უფრო გავართულებ. შეიძლება ცოტა გავართულო. უნდა დავძაბო, მეტი გზა არ არის. ცოტა უნდა გავართულო ძვირფასებო. რამდენი სიკეთი არის სურვილი, რამდენი სიკეთე გვინდა რომ გქონდეს და ვლოცულობთ. და ზოგჯერ პროტესტი გვაქვს, რომ რატო იგვიანებს, რატომ არ არის. მაგალითად, ჩემთვის მოსულ კურთხევას მე ვეძახი გაღებულ კარებს. კარები გაიგო, კარი გაიგო ჩემთვის და ეს არის კურთხევის კარი და შევედი ამ კარებში და ვარ ბედნიერი და კურთხეული. მაგრამ არსებობს სხვა კარიც, რომელიც საცდურია, არ არის სწორი და არა სასარგებლო ჩემი იმ კარში შესვლა. არ შეიძლება იქ შესვლა. ესე არის ჩემთვის ძვირფასებო. ესე ვხედავ მე, ესე მასწავლის ღვთის სიტყვა, უფალიც ამოთ რომ დაგიდევიო წინ სიცოცხლე და გირჩევ აირჩიო სიცოცხლე, ჩვენ არჩევნის წინაშე ვიღვიძებთ ყოველ დღე. ღვთის მხარეზე დავდგებით თუ ხორცის მხარეზე დავდგებით. ამიტომ ძვირფასებო არის უამრავი რამ, რასაც მე ვთვლი გაღებულ კარად ჩემს ცხოვრებაში და ვლოცულობ. უფალო გააღე ეს კარები, გააღე კურთხევის კარი, გააღე მსახურების კარი, გააღე ოჯახში კურთხევის კარი, უამრავი კარია, რომელიც კურთხევა და უნდა გაიღოს. მაგრამ ბევრი მათგანი ძალიან იგვიანებს. და აი ამ დროს როცა ეს იგვიანებს, ჩდება სხვა კარი, რომელიც უფრო ლამაზია, მომხიბვლელია, მიმზიდველია, მეძახის, მოდი, შემოდი. და მთელი არსება მეუნება რომ აი ეს არის ის კარი, რომელიც შეგინდოდა უბრალოდ ცოტა სხვა გზებიდან მოიტანა ღმერთმა. როგორც მაგალითად აბრაამი მიეხმარა უფალს აღთქმის აღსრულებაში და აგართან აი ისმაელი რო ეყოლა. აი ეს არის ახლა ის კარი. და როცა ეს ვიცი და ეს ყველა ცხოვრებაში ხდება, ჩემი ლოცვა არის ხომ აი ასეთი ძვირფასებო. უფალო იესო. რა კარებიც არ უნდა გაიგოს ჩემს წინ. თუ ხედავ რომ ეს კარები შენი გაღებული არ არის. და რაც არ უნდა გავექანო ამ კარებისკენ რომ შესვლა მინდოდა შიგნით. ცხვირ წინ მომიბრახუნე ეს კარები.
ცხვირი გამიტყდება, გატყდეს. ოღონდ ეს კარები ცხვირ წინ მომიბრახუნე, რომ არასდროს არ შევდგა ფეხი შიგნით. გამთოკე, შემბოჭე, დამაბი, რაც გინდა ის მიქენი, ამ კარებში არ მომსეუფლება, რომ შედგას ჩემი ფეხი. მეორე, როცა ვხედავ გაღებულ კარს და მაინც არ მომწონს. მიმზიდველად არ გამოიყურება და ვლოცლობ უფალო, არ მინდა ამ კარებში შესვლა. არ მომწონს, არ ჩარჩო, არც გამოყურებ, როგორც გამოიყურება. გეხვეწები, არ მინდა რომ იქ შევიდე, მაგრამ თუ ეს შენი გაღებული კარია და მის მიღმა არის შენი ნება, რომელსაც ახლა მე ვხედავ, მომკიდე ხელი და შემისროლი ამ კარებში. არ მინდა, არ შეხედო, მე რა მინდა და რა არ მინდა. უფლება გაქვს, იმიტომ რომ ბატონი ხარ. არ შემეკითხო, მომკიდე ხელი, გამთოკე, შემოჭი და შემისროლე. თავპირით რომ დავინტრიო შიგნით იყოს ნება შენი. ოღონდ იქ შემისროლე, სადაც ნება არის შენი. აქედან იბადება ლოცვას ვირფასებო ასეთი. მადლობა ღმერთს ყველა გაღებული კარისთვის, ისევე როგორც ყველა დაკეტილი კარისთვის. დიდება იესოს. რამდენი კარია დაკეტილი ჩემს ცხვირწინ, ვერ აგიხსნით ვირფასებო და ვერც მოგიყვებით. და რამდენზე გული ჩამწ, რამდენჯერ ვიწირე, რამდენი კარი გამოვიგლოვე, რომ უხნეთ, აი ხوار დავაშავე, რო არ შევედი. მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ, დღეს ხვდები, რომ იმ კარში არ დაიდგა ჩემი ფეხი. დიდება იესოს, ამინ. ეს არის ნება ღვთისა. როდესაც შელოცლობ, რომ იყოს ნება შენი. იცით, მე გაკვირვებული ვარ ხოლმე და ხშირად ძმებსაც გვილაპარაკია, რომ აი ეს არსი ამ ლოცვისა, რომ იყოს ნება შენი, როცა ადამიანი ამბობს, მაინც თავის ნება გვერდზე მოყუჩებული და ამბობს, რომ იყოს ნება შენი, მაგრამ უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი იქნება. იცით, როცა ამბობ, რომ იყოს ნება შენი რაიმე საკითხზე, შენ ორივეზე თანახმა ხარ. ორივე არჩევაზე თანახმა ხარ, რაც კი ღმერთის ნება არის. დიდება იესოს. აი ძმაო, მოდი ილოცე, აი სადღაც მინდა წასვლა და არის თუ არა ღმერთის ნება. ვილოცეთ და ისე ეს ყმისის საქმე, რომ ვერ წავიდა იქ და გაბრაზებულია ახლა. თუ ღმერთის ნება გინდოდა რაღაც ობრაზდები, ისევე ბედნიერი უნდა იყო, როგორც წახვიდოდი, როგორც არ წახვედი. დიდება უფალს. თუ ღმერთის ნება გაინტერესებს, თორე ღმერთის ნება კარგია ჩვენთვის. ირემიას ბაგით ეუბნება ღმერთი ისრაელს, რომ მე მააქვსო ზრახვები და გეგმები თქვენზე. და ყველა მათგანი არისო სასიკეთო, რათა მოგცეთო იმედიანი მომავალი. ღმერთს უყვარ ხარ. ღმერთს ძალიან უყვარ ხარ და უნდა თავის დროს და თავის ჟამს სწორ დროს მოგათავსო იქ, სადაც გაკურთხებს. დიდება იესოს. მერწმუნეს ვირფასებო, რა კარგია, როდესაც კარგ დროს, კარგ ადგილზე ზუსტად და ზუსტ დროს მოხვდები. დიდება უფალს. რო გადახედოთ ახლა თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენ ცხოვრებას, ჩვენ დავინახავთ, რომ იყო მომენტები, რომელმა მომენტებმა შექმნეს ის, რაც გვაქვს დღეს. და რომ იქ არ მომხვდარიყავით, რომ არ მოგვესმინა, რომ ეს ადამიანები გაგვეცნო, იმას რო არ დავლაპარაკებოდით, იმას რო არ შევხვედროდით, ის არ გვექნებო, რაც დღეს გვაქვს. და ღმერთი აი ამ უხილავი ხელით აწყობდა ამ ყველაფერს. მე ტრაგედია მაქვს მაგალითად ჩემი ოჯახიდან, ის რომ არ ყოფილიყო ძვირფასებო, მე არ ვიქნებოდი დღეს მაგალითად. ზოგს ლხინი აქვს, ის ლხინი რო არ ყოფილიყო, არ იქნებოდა დღეს აქ. არ ვიცი ვინ როგორ. მაგალითად როცა მე ვიხედები წარსულში, იცით, ომი როცა იყო, პაპა მაგალითად სამამულო ომში იბრძოდა, მოკვდა, მართლა მოკვდა, იმიტომ სნარი აფეთქდა და მოკვდა. მაშინ არ ყავდა არც მამა ჩემი, არც ბიძაჩემი, არავინ არ ყავდა შვილები. და მოკვდა იქ. და უბრალოდ ვიღაცამ შემთხვევით შეამჩნია, რომ მორგში ეს კაცი მოძრაობდა, სუნთქავდა რაღაცნაირად. და გამოიყვანეს იქიდან და გადარჩა ეს კაცი. ის რომ არ მოყოფილიყო, ის შემთხვევა, რომ ის ვინც იყო არ შესულიყო მორგში, არ შეემჩნია, რომ პაპას სუნთქავდა. დღეს ვინ გიგადაგებდათ აქ? დედაჩემს რომ მამაჩემი არ დაენახა, მამაჩემს რომ დედაჩემი არ დაენახა. აქ როგორ ვიქნებოდი მე? ჩვენ როგორ ვიქნებოდით აქ? ჩემს მეზობელს რომ სახარება არ ეკადაგა, სიტყვა რო არ მომესმინა, ციხეში რო არ ამჯდარიყავი, რო არ მომენანიებინა, აქ როგორ ვიქნებოდით ძვირფასებო? უამრავი, რაც შეიძლება კარგად არ ჩაითვალოს, რაც მოხდა ჩვენ ცხოვრებაში, შექმნა ის ყველაფერი, რაც დღეს გვაქვს. ამიტომ წერია, როდესაც ვარდებით სხვადასხვა განსაცდელებში გიხაროდეთ, სიხარულად ჩათვალეთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, რომელ განსაცდელს რა შედეგი უნდა მოყვეს. დიდება იესოს, ამინ.
რა კარგია კარგი სიტყვა კარგ დროს. როდესაც კარგი სიტყვა კარგია კარგ დროს, ზუსტად ასეთივეა ღმერთის დრო, როდესაც მოდის ჩვენ ცხოვრებაში. ნახეთ რა ძვირფასი სიტყვებია, ეგერთი და სხვა მრავალი. ვის მოგწონთ ეს სიტყვა? ეგერთი და სხვა მრავალი. აი ეს დაბადების დღეზე ქორწილში არა. დაბადების დღეზე ხილში ძალიან კარგია. მაგრამ აი ეს ძვირფასი სიტყვა სხვა ადგილზე იქნება ძალიან ცუდი. მაგალითად სამძიმარზე რომ მიხვიდეთ რა უთხარო ეგერთი და სხვა მრავალი. ცოცხალი ვერ წამოხვალ იქიდან. მაგრამ წუხილი სიტყვები წუხილი სიტყვები ძვირფასებულ ხილში არ გამოდგება, როგორც ლხინის წუხილში. ასევეა ღმერთის დრო ძვირფასებო. ჩვენ ზოგჯერ დროს ვერ ვამჩნევთ, ვერ ვაკვირდებით, ვერ ვიგებთ, მაგრამ არის ბრძენი ღმერთი, ვინც დროს აკონტროლებს. ამიტომ უფალო იყოს ნება შენი. იყოს ისე როგორც ჩვენ გსურს, იყოს ისე როგორც ჩვენ გნებავს. თუ ბრძენკაცის გულმა იცის ძვირფასებო დროც და ჟამიც. იცით იაკობი ძალიან კარგად ამბობს და მიყვარს ეს ადგილი რომ თუ ვინმე საკლეოს სიბრძნეოს თხოვოსო ღმერთსო და მისცემსო. იცით ყველაფერში სიბრძნე გვჭირდება. ამიტომ მე არ ვთვლი თავს რომ ბრძენი ვარ, არ ვთვლი თავს რომ გონიერი ვარ. და უფალო შენ მომეცი სიბრძნე გონიერება რომ ვიცოდე ეხლა რის ჟამია, რა დროა ეხლა. ეხლა რას უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ? დიდება იესოს. მადლობა იესოსათვის, რომელსაც ასეთი საოცარი მაგალითი მოგცა ძვირფასებო, რომ მან გვაჩვენა როგორ უნდა ეცხოვრა ძვირფასებო ღმერთის დროით. იცით იესო ყველგან არ მიდიოდა. იესო არც ყველას არ მისდევდა, მაგრამ ის დადიოდა ღმერთის დროით. ზუსტად იცოდა რა დრო სად უნდა ყოფილიყო. როცა ის სალოცავად გადიოდა, მოწაფეები ეძებდნენ და ეუნეოდნენ, ხალხი გეძებს და შენ აქ ლოცულობ. მაგრამ იესო მიცოდა რომ ლოცვა იმაზე მნიშვნელოვანი იყო კიდე ვიდრე ხალხთან მსახურება. ჩვენ რო კრებულს დავამთავრეთ ხოლმე ხანდახან სახლებში მივდივართ და გვინდა რომ დავისვენოთ და ხანდახან ვიძახით ხოლმე განვიმოხდოთ. მაგრამ იესო ამას არ აკეთებდა, რა განმუხტვაზე იყო ლაპარაკი, ის მსახურების მერე ისევ ლოცვაში მიდიოდა. ის საოცარი იყო ძვირფასებო. ეს არის ჩვენთვის საოცარი მაგალითი ძვირფასებო. იესო არის ჩვენთვის საოცარი მაგალითი. მე მინდა რომ ყველაფერი ღმერთის დროით მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. ის რაც მე მეჩქარება ბევრს არაფერს არ ნიშნავს. ის რაც მე მინდა ბევრს არაფერს ნიშნავს. თავარია ღმერთს რა უნდა ძვირფასებო. ამინ. მინდა წავიკითხოთ ახლა გალატერთა წერილი ძვირფასებო. აქ ლაპარაკია მამის დროზე. ნახეთ როგორ წერია ძვირფასებო გალატერთა 4:4-ში. და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგანიშვა და დაემორჩილა რჯულს. ნახეთ რა სამოს ძვირფასებო პავლე, თურმე არსებობს დროის სისრულე. დროს აქვს თავისი დრო, ასე რომ თქვა, და უნდა მოხდეს ისე რომ ის სრულყოფაში მოვიდეს. ანუ საუკეთესო, ყველაზე საუკეთესო დრო შეირჩეს. და ნახეთ იესოს ძვირფასებო წერია რომ ქვეყნიერების დაარსების წინ გამზადებული იყო უკვე. მზად იყო უკვე მისი მსხვერპლი. მაგრამ ნახეთ ძვირფასებო იმ დროს მოვიდა, როცა სისრულე მოვიდა დროისა. არის საკითხები ჩვენ ცხოვრებაში, რაც უნდა მომწიფდეს დროის მიხედვით. ეს არ არის მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავიზარდოთ სულიერად რაღაცის მიღება შეგვეძლოს. არა, აქ სხვა რამებიც არის გათვალისწინებული, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად მარტო ჩვენ არ ვარ, ჩვენ ყავს მეუღლეები, შვილები, ყავს ახლობლები, ნათესავები, ისინი ჩვენს გარშემო არიან და თუ რაღაცა ხდება ჩვენ ცხოვრებაში, ეს ზეგავლენას ახდენს მათზეც. ამიტომ ღმერთი მხოლოდ იმას არ ითვალისწინებს, ჩვენ რა გვინდა. ღმერთი ითვალისწინებს, როგორ ზეგავლენას იქონიებ ადამიანებზე. და ნახეთ როგორ წერია რომ იესო მოვიდა იმ დროს, როცა სრული იყო ეს დრო. როცა ეს ჟამი მოვიდა, ზუსტ დროს მოვიდა იესო. არც ადრე და არც გვიან. მე მომისმენი ადამიანებს ვთქვიათ რომ ნეტა ახლა ჩვენ დროში ყოფილიყო იესო, ვიდეო გვექნებოდა, ლაივს უყურებდით, იესოს გადაგებას დავესწრებოდით. არა, ძვირფასებო, ყველაზე კარგი დრო ის დრო იყო, როცა იესო მოვიდა. და რა საინტერესოა, იესო რომ მოსულიყო მაგალითად 90 ან 70 წლის მერე მისი დაბადებიდან, ძვირფასებო ბევრი საეჭო იქნებოდა იესოს წარმომავლობის. იმიტომ რომ 70 წელს თითემ დაანგრია იერუსალიმი და გაასწორა ყველაფერი მიწასთან და დაწვა საგვარტო მოწიგნები. სადაც მაგალითად მათეს სახარება იწყება ძვირფასებო, ვინ იყო იესო.
და როწერე რომ ამის ძე ეს ყველაფერი უკვე გადამწვარი იყო და ისტორიული მტკიცებულებაც კი აღარ იქნებოდა ძვირფასებო იესოს წარმომავლობის, მაგრამ მაშინ ეს წიგნები იყო დიდება უფალს და იესო იყო დამტკიცებული და როგორც დავითის ფესვი და შთაომავალი დიდება იესოს. ეს მათთვის ვინც რჯულს მისდევდა ძვირფასებო. ამიტომ ღმერთმა იცის რა დროს და როგორ უნდა გააკეთოს თავის გასაკეთებელი, თავის საოცარი ნება აღასრულოს. ასევე ნებისმიერი ჩვენი ლოცვა სათხოვარი უნდა მომწიფდეს. კარგია როცა წამიერად პასუხობს ღმერთი, იმიტომ რომ ასე იყო ღმერთისთვის სათნო. მაგრამ თუ რაღაცა თითქოს გადაიდო და გონია რომ დააყონა უფალმა, არ აყონებს უფალი. ნახეთ პეტრეს წერილში როგორც წერია მეორე პეტრეს 3:9. არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთ ეს რომ დაყოვნებათ ეჩვენებათ, არამედ სურგძელია თქვენდამი, რადგან ის კი არ სურს რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის რომ ყველა მოინანიოს. ნახეთ ძვირფასებო ღმერთი აღთქმებს არ აყოვნებს. ღმერთს თავისი დრო აქვს ყველა აღთქმისთვის და თუ რაიმე ყომდება, თუ რაიმე ასე რომ თქვა დროში იწელება, ჩვენ დასასიკეთოთ, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესი იყოს, ჩვენ შევიცვალოთ და კიდევ მრავალი ადამიანი გადარჩეს. დიდება იესოს. იცით უკვე მოთქმა იყო პირველ საუკუნეში უკვე დასასრულს რომ აბა სად არის? აბა სად არის მისი აღთქმა? სად არის მისი გამოჩენა? სად არის ის დაპირება რაც იესომ დაგვპირდა და პეტრეს მოუწია ამ წერილის მიწერა რომ არ აყოვნებს უფალი აღთქმულს. ზოგიერთს დაყოვნებად გეჩვენებათ, არა, სულგძელია ის. დიდება იესოს. ჰალელუია. ღმერთის დრო არის კარგი დრო და ღმერთს უნდა რომ ჩვენ ამ კარგ დროში ცხოვრობდეთ. ნახეთ ებრაელთა 10:35-36. მაშნუ მიატოვეთ თქვენს გავედულებას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს. მოთმინება გვესაჭიროება, რათა აღვასრულოთ ღმერთის ნება და მივიღოთ აღთქმული. ნახეთ თურმე ის აღთქმა რაც ღმერთმა მოგცა, რომ მივიღოთ ეს აღთქმული, თურმე მოთმინება გვესაჭიროება, ვიდრე ამ აღთქმის აღსრულების დრო დადგება. ვიდრე ამის საუკეთესო ჟამი მოვა, ვიდრე ყველაზე კარგი დრო იქნება შერჩეული. და თუ დამერწმუნებით ძვირფასებო და გადახედავთ თქვენს ცხოვრებას, ზოგიერთი რამ ისეთ ზუსტ დროს მოხდა თქვენს ცხოვრებაში, რომ ისეთ კბილად გახსენდება, რომ ეს შეხვედრა იყო, რომ ეს მოვლენა იყო, რომ ეს გამონათება იყო შენ ცხოვრებაში, რომ ამბობ, რომ ალბათ უკეთესი დრო არ არსებობდა. და ღმერთს არ უჭირს ჩვენი გაოცება. ღმერთს არ უჭირს ძვირფასებო ჩვენი გაოცება. ღმერთს უყვარს ჩვენი გაოცება, როცა ის თავის დროით მოდის და ის აღთქმულს არ აყოვნებს. დიდება იესოს. და მე დარწმუნებული ვარ, როცა ეს ხდება, მაშინ ყველას გულში ასეთი ლოცვა, მადლობა უფალო, რომ ეს ადრე არ მოხდა. მადლობა უფალო, რომ ეს დღეს მოხდა. მადლობა უფალო, რომ ეს ეხლა მოხდა. ჰალელუია. ნახეთ მეორე პეტრეს 2:9. ვინაიდან იცის ღმერთმა როგორ იხსნას განსასწელისგან ღვთისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისათვის დასაჯელად შემოინახოს უკეთურნი. ნახეთ როგორ ღმერთთან ვართ ძვირფასებო ჩვენ მოსულები და როგორი უფალი ყავს. იცის ღმერთმა როგორ გვიხსნას განსასწელისგან. იცის ღმერთმა. ღმერთი არ არის დაბნეული ჩვენს განსასწელებში. ღმერთი არ არის გამოუვალ მდგომარეობაში და ეხლა რაღა გავაკეთო. ასეთ რამეს არ ამბობს ღმერთი მის ლექსიკონში, მსგავსი არ არსებობს. ღმერთმა იცის როგორ გვიხსნას განსასწელისგან. ღმერთმა იცის რა დროს უნდა შეგეწიოს. ღმერთმა იცის როდის უნდა შეგეწიოს. ღმერთმა იცის რანაირად უნდა შეგეწიოს. როგორ უნდა გიხსნას. დიდება იესოს. ამიტომ ამბობს დავითი, არ მეშინია რას მიზავს კაცი, როცა უფალია ჩემთან. არ მეშინია დროისა და ჟამის. ეხლა არეულობის დროა, ეხლა დალაგების დროა, რა დროც არ უნდა იყოს, ეხლა ომია თუ მშვიდობა, არ აქვს მნიშვნელობა. თუ უფალზე ხარ მინდობილი, ყველა დროს ღმერთი სასიკეთოდ შემოგიტრიალებს. დიდება იესოს. რა საოცარია დავითის ფსალმური, როცა ამბობს, რომ გააწყვეო ტაბლო ჩემს მტერთა თვალწინ და ზეთის ცხეო ჩემს თავს. და ასე სიკეთე და წყალობა დამდებსო მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. ტაბლა ხო გვესმის რაც არის სუფრაა ჩვეულებრივი ძვირფასებო. სალხინო სუფრა არის. და დავითი ამბობს, როცა მტრები დამესხმებიან თავს, მე მინდა რომ ვილხინო მათ თვალწინ. ანუ ჩვენი სიტყვებით რო თქვა, მათ გულის გასახეთქად. ისინი ნერვიულობენ, ისინი დარდობენ, რატო ეს ადამიანი კურთხეული, რატო ეს ადამიანი ღმერთის საყვარელი, რატო აქ ამ ადამიანს წარმატება და შენანდრო ხიარლობ, ჭამსო და დიდება ჩემს უფალს. გასკდი გულზე ჩემო მტერო. მტერი ეშმაკია, ჩვენს ხომ მტერი არ აქვს. ადამიანები ჩვენი მტრები არ არიან. არა ადამიანები ზოგჯერ იყენებს ხომ ეშმაკი, მაგრამ ჩვენი მტერი ეშმაკია ძვირფასები.
ამიტომ დაეუფალმა გააწყოს თავისი სუფრა, თავისი ტაბლა ნებისმიერი ჩვენგანის წინ, როცა განსასწრელი გვაქვს, როცა საცური გვიტეს, როცა მტერს დაცინვა უნდა ჩვენი, როცა გვეუბნება სად არის შენი ღმერთი, აბა სად არის განკურნება, აბა სად არის პატიება, აბა იგვიანებს უფალი, აბა როგორ არის. მახსოვს ადრე ერთი ისტორია წავიკითხე, ერთი კაცი შუამდგომლობდა თავისი ორი მეგობრისთვის 50 წელი, რომ იესო მიიღოთ პირადხსნელად. და ეუბნებოდნენ, რომ ნუ თუ ვერ ხვდები ადამიანო, რომ ღმერთს არ უნდა ამ ხალხის გადარჩენა. რო უნდადეს 50 წელი როგორ გაგტანჯავდა, ეხლა რომ ილოცვა ორი ადამიანისთვის. მაგრამ ამ კაცის პასუხი სხვა იყო ძვირფასებო. ღმერთს რომ არ უნდადეს ამ ორი ადამიანის გადარჩენა 50 წელი როგორ მალოცინებდა მათზეო. და მართლაც ერთმა მის სიცხეში მოინანია და მეორე მისი გარდაცვალების შემდეგ. ღმერთს თავის დრო და თავის ჟამია ყოველივეში. და ჩვენ რომ ყველაფერი ჩქარა გვინდა ძვირფასებო, ეს თაობაც ესეთი მოვდივართ უკვე ნელა-ნელა. ყველაფერი ჩქარა გვინდა, ქადაგება ჩქარა გვინდა, ლოცვა ჩქარა გვინდა, ღუმელში რომ საჭმელი შედგათ 2 წუთში უნდა იყოს მზად, ყველაფერი ჩქარა გვინდა. მე მახსოვს ადრე ინტერნეტი გამოვიყვანეთ, მე და ჩემ ძვირფასმა დათომ. ეს იცი როგორ ინტერნეტი იყო, შენელებული კადრი გინახიათ. იწელებოდა, აი ერთ სიტყვას რო იტყოდა, ალელუიას ამერიკაში ვიღაცა ჩვენთან ჩამოდიოდა ხუთჩაბაც. ძნელა და მე ვაკვირდებოდი, მე ტიტრებს ავკითხულოდი, თარგმნიდით. აი ესეთი რაღაც შენელებული კადრები იყო, ვერც დაარქმედი რომ ადამიანი ლაპარაკობდა, ლანდებს უყურებდით და გვიხაროდა რომ რა მხენა საშუალება მოგცა ღმერთმა, რომ აქა გდანში მესამიაში და ამერიკაში ლაპარაკობს კაცი და უყურებთ. დღეს რა ხდება ძვირფასებო? ახალი ტელეფონი მინდა, რატო ისი ჭედავს უკვე. წამებში ვერ სკროლავს. უცბად არ მიყვება თიც. თიც მიყოლაზე აღარ არის. აზრებს უნდა მიყვეს უკვე. ფიქრებს. ყველაფერი აჩქარდა ძვირფასებო, მაგრამ ღმერთი იგივეა. არსად არ ეჩქარება. მე მგონი ატყობთ. არსად არ ეჩქარება ღმერთს. ღმერთს თავის დრო აქვს. და ჩვენ რაც არ უნდა ვიჩქაროთ, და რაც არ უნდა ვინერვიულოთ, და რაც არ უნდა განვიცადოთ, ღმერთს მაინც თავის დრო აქვს და ჩვენ რაღაცო დარდობთ გეკითხებით. თუ ღმერთს თავის დრო აქვს და მაინც ყველაფერი ღმერთის დროით მიდის, მისი ნებისამებრ, ჩვენ გარდა იმისა, რომ თქვათ იყოს ნება შენი, რამე დაგვრჩენია ძვირფასებო. ეს არის მდგომარეობა მონისა და ბატონისა. ეს არის მდგომარეობა ბრძანებლის და მსახურისა, რომ იყოს ნება შენი. მე მსახური ვარ შენი. შენ ბატონი ხარ ჩემი, როგორ შენი ნებებ ისე იყოს. იცით რაზე ვარ ძვირფასებო გაკვირვებული, გულწრფელად გეტყვით. იესო მათეს სახარებაში მე-6 თავში ილაპარაკა ლოცვაზე. და იცით რა თქვა? ბევრს ნუ ილაპარაკებთ ლოცვაშიო. რადგანო ღმერთმაო იცისო, რაც გჭირდებათო. ამასო წარმართები აკეთებენ, რომ ბევრს ლაპარაკობენ, რომ იფიქრო, რომ მათი რაც უფრო მრავალ სიტყვებით, აი ლოგიკურად აუხსნიან ღმერთს, რაც უფრო დაარწმუნებენ, რომ აბა ეხლა დაფიქრდი უფალო, აბა როგორ ფიქრობ ეხლა, ჩემი განკურნება ჯობია თუ ჩემი გარდაცვალება ჯობია? მე მგონი არ გაწყობს ეხლა შენ რომ მე გარდავიცვალო, უნდა გამკურნო. მაგრამ ნახეთ ძვირფასებო იესო, რომელიც ღამეებს ატარებდა ლოცვაში. ხალხს ეუბნებოდა, რომ ლოცვაში ბევრი არის ლაპარაკობ და თვითონ ღამეებს ატარებდა ლოცვაში. ძვირფასებო, როცა ჩვენ სათხოვრო მოგვაქვს უფალთან, ბევრის ლაპარაკი არაა საჭირო. ამას არ ჭირდება ღამეები და დღეები. ორი სიტყვით შეგიძლია უთხრა და იცის ღმერთმა შენი საჭიროება. ზოგი ეს ცრემლით იქნება, ზოგი შუამდგომლობით, ზოგი ვედრებით, შეიძლება დრო დაჭირდეს ზოგიერთ მათგანს, მაგრამ ღმერთთან ურთიერთობას 2 წუთი არ შველის, საათები არ შველის. დღე და ღამეც რომ გაატარო, მის თაყვანისცემაში ეს ღირებული და მნიშვნელოვანია დიდება იესოს. და იესო ასე ცხოვრობდა ძვირფასებო, მის თაყვანისცემაში და მის მსახურებაში. ამიტომ რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა მოხდეს ძვირფასებო, უნდა გვწამდეს და გვჯეროდეს, რომ ღმერთის დრო არის კარგი დრო. ჩვენ არა ვართ მბრძანებლები, ის არის მბრძანებელი. ეს ყოველივე ჩვენ ძვირფასებო ქრისტეში მოგვეცა. ეს ყოველივე მოგვეცა ქრისტეში. მოგვეცა იესოს ლამას სახელში, სიცოცხლეც, კურნებაც, პატიებას, ყოველივე მოგვეცა დროც, ჟამიც. პავლე იცახის რომ ყოველივე თქვენია, დროც, ჟამიც, ქვეყნიერებაც, ადამიანებიც, ყველაფერი თქვენია. ქრისტე ხომ ღმერთისაა. და ქრისტეში მოგვეცა ეს ყველაფერი ძვირფასებო, ტკბობისთვის, სიხარულისთვის. მაგრამ უნდა ჯეროდეს და გვწამდეს ძვირფასებო. იქნება განსასწრებელი. იქნება სირთულეები. მაგრამ როგორც აქ იყო ნათქვამი, გამარჯვებულს ღმერთი
სიცოცხლის ხესთან მიიყვანს. დიდება იესოს. მე მინდა ბოლოს ლოცვა შემოგთავაზო ძვირფასებო. და რაც არ უნდა რთული ლოცვა იყოს ეს, ილოცე. თქვი უფალო, იყოს ნება შენი. შეიძლება ბაგეზე ძნელი ამოსათქმელი იყოს, ან ბაგით ადვილი იყოს და გული არ ეთანხმებოდეს, მაგრამ თქვი რომ იყოს ნება შენი. შენი დროით იყოს ყოველივე, რასაც მე გთხოვ. ზუსტ დროს და კარგ დროს. და მერწმუნე ძვირფასებო, ღმერთის დრო არის კარგი დრო. არ იჩქარო. ღმერთს დაელოდე. ესაა წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ადამიანებმაო ხელოვნური განათებებით გაინათესო თავისი ადგილი და ჩემს სინათლეს არ დაელოდნენ. როცა განსასწელია, გარკვეულწილად ის სიბნელე თითვლება, სიბნელეა. არაანთო ხელოვნური სანთლები. შენს განსასწელს ნუ გაალამაზებ. დაელოდე უფალს. ის მოვა თავისი სინათლით. და უფლის სინათლეში სიბნელე ვერ დადგება. უფლის ზალაში უძლურება ვერ დადგება. მისი დრო როცა მოვა, გამობრწყინდება ნათელი. დიდება იესოს. ჰალელუია. როგორც ბიბლია ამბობს, აი ბნელი დაფარავს ხალხებსო, მაგრამ შენზე გაბრწყინდება უფალი. მიქა ამბობს ძვირფასებო, ნუ ხარო მტერო ჩემზე, როცა ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი. დაველოდები, როგორ იქნება ჩემი საქმე, რას გამოიკვლეს, რას მეტყვის. და როცა უფალი გამამართლებს, და როცა უფალი ფეხზე დამაყენებს, ჩემო მტერო, ქუჩის ტალახივით აიზილებიო. ასე რომ თუ ეხლა რაღაც საკითხში სიბნელეც არის, ნუ გეშინია, გააგრძელე ბრძოლა, გააგრძელე ძალოდება. ღმერთის დროით მოვა ძალიან დიდი ნათელი. დიდება იესოს. ჰალელუია. რამდენს გჯერავთ, რომ ღმერთის დრო არის კარგი დრო. დიდება იესოს. ღმერთის დრო არის მშვენიერი დრო. და ერთი ესეთი ლოცვა არსებობს, რასაც ჩვენ განსასწრებში უდაბნოს ვეძახით ხოლმე, რომ აი უდაბნოს გავდივარ ძმაო. აი ეხლა უდაბნოს გავდივარ დაო. აი ეხლა ისეთი პერიოდია, რომ რაღა უდაბნო და რაღა ეს. ხო გვაქვს ხოლმე განსასწრებში უდაბნოს რო ვეძახით. არსებობს ესეთი ლოცვა და მიყვარს მეთქი რო გითხრათ, არ მიყვარს ეს ლოცვა. მაგრამ ხშირად მიწევს ვილოცვა ასე. უფალო, უდაბნოში ვარ, წყალი მწყურია და მშია. არ გამომიყვანო აქედან, სანამ არ მასწავლი რისთვის შემიყვანი აქ. და როგორც კი ვისწავლი რისთვის შემიყვანი აქ და მივხვდები, ელვისებული სისწრაფით გამომიყვანე უდაბნოდან, არ მინდა იყოფნა. ეს ძვირფასებო, ეს არის ღმერთის დრო. როცა ღმერთი გიხსნის, მოდი წამოვდგეთ ჩვენს ფეხზე ძვირფასებო.